დილა მზისა და დილა სუფთა ჰაერისა, დილა სიმშვიდისა და დილა ენერგიისა, კოფეინისა და ასე შემდეგ. მაგრამ ხშირად ხდება, აი ესეთი კარგი ამინდი, ესეთი უღრუბლოცა ჩვენ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, აღარ არის ქრება და ამაში დიდი დამსახურება ხშირად ადამიანებს მიუძღვრით. თანახმად მთის კანონისა, მე თქვენ გაისწავლით ერთ საინტერესო ტრადიციას, როგორ გამდევნოთ და დავამარცხოთ ადამიანები, რომლებიც ცუდად მოქმედებენ ჩვენზე, ანუ როგორც იტყვიან ხოლმე, ჩვენი მტრებია. არის ჩვენ ცხოვრებაში ესეთი მომენტები, რომლებიც არის სამწუხაროდ ცუდად დამოკიდებული სხვათა მოქმედებებზე და ის რაღაც ეგრეთ წოდებულ შავ ზოლს აჩენს. ხო და ეხლა მრავალნაცადი აპრობირებული საუკუნოვანი მეთოდის მოსმენის ზღურბზე დგახართ და არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. და რა არის ამისათვის საჭირო? საქმე ძალიან მარტივად და მოგიმზადეთ სხვათა შორის. აბა ყურადღებით. აშაზე ვიღებთ ჭურჭელს, სადაც მოვათავსოთ ჩვეულებრივ თავნიორს და ასეთივე მარილით, ესე ვთქვათ, დავაყრით ზემოდან და ვიტყვით ესეთ სიტყვებს: ნიორო, ნიორო, მომიხმარე, ჩემს მტრებს დაუბრუნო, საკადრისი. თქვენი სიტყვებით თქვით, როგორაც გაგიხარდებათ, როგორაც მოგეწონებათ. ნიორო, ნიორო, დამეხმარე, ჩემს მტრებს დაუბრუნო ბოროტება. რასაკვირველია, რომელსაც ისინი ჩემს მიმართ ავლენენ, თქვენს მიმართ ავლენენ. მე რას ვაკეთებთ? ეს აღნიშნული უკვე ნიორისა და მარილის ჭურჭელი, რომელიც ესეთი შეთქმული გვაქვს, ვათავსებთ 3 დღე-ღამის განმავლობაში ჩვენი საწოლის ქვემოთ და ის მის საქმეს აუცილებლად გააკეთებს თქვენ და დამოუკიდებლად. კი ბატონო, შემდეგ ასევე გაჩნდება შეკითხვა, რა უყოთ ამ ყველაფერს? არც არაფერი, ვიღებთ და ვაქრობთ, ვაგდებთ. არავითარ შემთხვევაში არ ვაჩერებთ ჩვენს სახლში. 3 დღე-ღამის შემდეგ ჩვენი საწოლიდან გამოგვაქვს აღნიშნული ნივთები, მარილი, შეთქმული ნიორი და ვაქრობთ, ანუ ნაგავში ვყრით და გაგვაქვს ჩვენი სახლიდან. ჩვენი ეზოდანაც ჩემო ძვირფასებო. სულიერ სიმშვიდეს, სუფთა გაწმენდილ ცხოვრებას, სილაღეს და ესეთ უღრუბლო ცას გისურვებთ. ხანდახან ღრუბელი საჭიროა, იმიტომ რომ გამოვხიზლეთ და ზედმეტ მზემ და ზედმეტ ხიარულებამ და სილაღემ არ დაგვავიწყოს ჩვენი მთავარი არსი ამ ქვეყნად მოვლენებისა. გარდა ამისა, რასაც ახლა აკეთებთ და რასაც გითხარით, რომ აუცილებლად გააკეთებთ, რა გევალებათ? არაფერი, კომენტარებში ვწერთ, რომ მარილო დამეხმარე ასეთ სიტყვებში. ანტერო გადადექი. რაღაც ისეთ, რაც თქვენ ძალიან გინდებათ. მთავარია მადლიერების შეგრძნება არ დავკარგოთ. კიდევ არის ერთი ძალიან კარგი რჩევა თქვენთვის. გავზიარეთ იმ ადამიანებს, ვისაც თვლით, რომ ცხოვრებაში დაუდგა არასასურველი პერიოდი. კი ბატონო, ეს კიდე პლუს მადლად ჩაგეთვლებათ. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გემადლიერებით, რომ არსებობთ, რომ ხართ ჩემი ერთგულები. ტაროზე ჩემი კონსტიტუციებისა და ესე გრძელდება. ძალიან მალე ჩამოვაკდები და კოლხეთის დაბლობის სინესტეს მიეცემა ჩემი ფილტვები და ჯერჯერობით ვტკბები და ვიმარაგებ ამ უდიდეს სიამოვნებას ახლოს ცასთან, ახლოს სამყაროსთან, ახლოს ღმერთთან და ახლოს სიკეთესთან. კოცნით ყველას ძალიან მიყვარხართ.